ვერ იცავთ დიეტას, გეზარებათ სამსახურის საქმის გაკეთება, დასარეკი გაქვთ სადღაც, მოკლედ ბევრი რამეა, რაც გეზარებათ და ამბობთ, რომ მერე გააკეთებთ. სამი წამის პრინციპზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც მე დავნერგე ჩემს ცხოვრებაში და ძალიან მეხმარება. ნუ გონიათ, რომ წარმატებულ ადამიანებს არ აქვთ სიზარმაცის შეგრძნება. მაგალითად, მე მაგრად მეზარებოდა ცურვა, არა და ჩემი ტრავმებისთვის, რომელიც თხილამურზე სრიალის დროს მივიღე, ის აუცილებელი იყო. მოკლედ, რას ვაკეთებ, როდესაც რამე მეზარება? სამი წამის განმავლობაში ვდგები და ვიწყებ კეთებას. მანამ სანამ ტვინი დაიწყებს არგუმენტების ძებნას თუ რატომ არ უნდა გავაკეთო ესა თუ ის ქმედება და ამას ის აუცილებლად მოძებნის, რადგან ტვინი ბუნებრივად მიმართულია ენერგიის შენარჩუნებისკენ, რომ ორგანიზმს გაუფრთხილდეს. ტვინი დგება და გეუბნება ათობით არგუმენტს თუ რატომ არ უნდა დაიწყო დიეტა ან რაიმე საქმის კეთება. ან დაიწყო ის ორშაბათიდან. ხო და სანამ ის ამ ზარმაცი არგუმენტებით მოგამარაგებთ, ადექით და დაიწყეთ მოქმედება. აი დილით ადგომა რომ გეზარება, გაახელ თვალებს და მალევე მოგდის აზრი, აუ 5 წუთიც ვიწვევი, მერე კიდევ 5 წუთიც ვიწვევი და გრძელდება ეს 5 წუთი ნახევარი საათი. ბოლოს ეს ნახევარი საათით მეტი წოლა არც არაფერს არ გაძლევს და დგები უკვე კარგი ნაბრძოლი შენს თავთან. დილა დაიწყე ბრძოლით, ანუ დახარჯი ამაზე ენერგია და დაისტრესე, რომ სადღაც დააგვიანე, არა და მარტივია. სამი წამი და ადექი, დაიწყე მოქმედება. აი ნახეთ როგორ მალე გადავა ეს ყველაფერი ჩვევაში.